მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. თქვენს წინაშე არის მე, Girls Wave-თან ერთად, დოქტორ ეკა, როგორც მეძახით ხოლმე. დღევანდელი ჩვენი თემა არის კონტრაცეფცია, სექსუალური ჯანმრთელობა და სექსუალური კონტაქტისთვის, ანუ როგორ უნდა მომზადოთ ჰიგიენის ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ეს ყველაფერი, რადგან ის რისკები, როგორც არის მაგალითად აივშიცი, ჰეპატიტები, გონორია, ქლამიდია, არასასრული ორსულობა, არანამკურნალები ინფექციების გართულებები, მათ შორის შეიძლება უშუალობაც იყოს ეგეთი, როგორ ავირიდოთ თავიდან. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერზე საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ რა კონტრაცეფციული საშუალებები არსებობს საერთოდ ამ ქვეყნად და რის განგვიცავენ ისინი. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაქვთ თუ არა სექსუალური კონტაქტები, იმყოფებით თუ არა ქორწინებაში, წინასწარითვეთ ამ ყველაფრის შესახებ, უკვე თინეიჯერული ასაკიდან იყოთ ინფორმირებული, მიხვიდეთ ექიმთან და ექიმსაც შეუძლია თქვენი ამ მხრივ ინფორმირება და რა თქმა უნდა, ის მითია, რომ მაგალითად თინეიჯერებში არ შეგვიძლია სხვადასხვა კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენება და ამაზეც დეტალურად გესაუბრებით, ანუ არ აქვს მაგალითად არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა კონტრაცეფციულ აბებს და შეგვიძლია ასევე თავისუფლად გამოვიყენოთ. და ცნობიერების ამაღლება ზოგადად ამ კუთხით არის კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ყველა ამას ამბობს, რომ აი ეს ყველაფერი მცოდნე და ის ტრამვები, რისკები და გართულებები, რაც შემექმნა, მე თავიდან ავირდებდი მარტივად. ჩემმა მასწავლებელმა წიგნი გადაშალა და ეს თემები საერთოდ არ გაგვივლია. ან ჩვენთან წიგნში ამდენი რამ არც იყო, მარტო menstruatsiაზე იყო საუბარი და რაღაც მსგავს თემებზე ალბათ ეხა უფრო მეტია წიგნებში. თუმცა სექსუალური აქტივობისთვის, ანუ მომზადება, ჰიგიენა და შემდეგ, ანუ თანხმობის მნიშვნელობა არც არ წერია ჯერჯერობით, რადგან საქართველოში სექსუალური განათლება ცალკე მოდულად არ არსებობს, არც მისი ასაკთან შესაფერისი და ჩვენს მოსახლეობაზე ასაკის და მეთოდიდან გამომდინარე და მიმღებლობიდან გამომდინარე შესაფერისი სილაბუსები გვაქვს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაფორმალური განათლების სახით მეტნაკლებად მიეწოდება ხოლმე ახალგაზრდებს. თუმცა, რადგან ახალგაზრდები სექსუალურ განათლებას დაახლოებით უფრო მეტად 51% უფრო სწორად ინტერნეტის საშუალებით და სოციალური ქსელებით იღებთ, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ გაჯახსაღდეს ეს სივრცე. ჩემი დიდი YouTube ვიდეო მაქვს ამაზე ჩაწერილი, თუმცა დავიწყოთ ძალიან მარტივად, ანუ ნებისმიერი სექსუალური აქტივობა, იქნება ეს პირველი თუ იქნება მისი ნებისმიერი სახეობა, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ჩვენს პარტნიორთან. სექსუალური რაღაც სხვა აქტივობის სხვა სახეები, იქნება ეს ვაგინალური, იქნება ეს ორალური, ანალური თუ ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი ჯობია რომ განვიხილოთ, იმიტომ რომ ვიღაცისთვის შეიძლება არ მოსულა რაღაც კონკრეტული სახეობა, ვიღაცას შეიძლება პრელუდია ჭირდება, კოცნა, მოფერება, ჩახუტება, ანუ სექსუალური აქტივობები ზოგადად, ნებისმიერი სექსუალური აქტივობა მოიაზრება სექსუალურ აქტივობაში, შეიძლება იყოს მათ შორის მასტურბაციაც საკუთარ თავთან და მნიშვნელობა არ აქვს ეს ყველაფერი რა სახით იქნება, მხოლოდ ვაგინალური სექსი არ ნიშნავს სექს ხადია, მნიშვნელოვანია თანხმობა, მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, მნიშვნელოვანია ლუბრიკანტის გამზადება, მნიშვნელოვანია საუბარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ყველაფერში არის კომუნიკაცია და თუ თქვენ ეს ყველაფერი არ იცით, შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენთან ექიმებთან და ჩვენ ყველაფერს აგიხსნით ძალიან მარტივად. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ თანხმობა, რომელიც შეიძლება იყოს ვერბალური და არავერბალური და ნებისმიერ დროს სექსის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება ადამიანმა გადაიფიქროს რაღაც კონკრეტული სექსუალური აქტივობის ქონა და რაღაც დროის მერე ისევ კი გითხრათ და ამ შემდეგ ანუ ეს არ ტეხავს და ჩვეულებრივი მოვლენაა. ნებისმიერი სექსუალური აქტივობა თანხმობის გარეშე გვახსოვდეს რომ არის გაუპატიურება. უსაფრთხო სექსი, ჩემგან ალბათ ხშირად გაგიგიათ ეს ტერმინი და ხა ანუ ჩემთანაც ყველაზე ხშირად ეს ფრაზა მოდის, რომ მითხრა ექიმო რომ არაფერი არ მჭირს და მე ყოველთვის ვეუბნები რომ აი
დოკუმენტი დაიდოს, დოკუმენტი. ანუ დოკუმენტი იმისა, რომ მართლა არაფერი არ გჭირთ და ეს ყველაფერი თუ სარისკო სექსუალური ქცევა გახასიათებთ, მაგალითად, ყავთ ბრალობითი პარტნიორი, ან გქონდათ სუგოდო ინფექცია, ანუ სხეულობრივი გზით გადამდები ინფექცია, ან თქვენ პარტნიორს ყავს რამდენიმე პარტნიორი და ასე შემდეგ, ანუ დაუცველი სქესობრივი კავშირები გაქვთ, ისედაც ეს ყველაფერი უკვე სარისკოა და ნიშნავს, რომ თქვენ რისკ ჯგუფში ხართ იმისა, რომ გქონდეთ სუგოდო ინფექცია. ანუ სადღაც 40-დან 70%-მდე ქალებშიც და კაცებშიც თუ კონდომით ერთადერთი კონტრაცეფციული საშუალებაა კონდომი, რომელიც სხვა შორის ქალისაც არსებობს და კაცისაც და ქალი ჩვენთან არ იყიდება, მაგრამ ძალიან თავისუფლად გამოიწერთ, საშუალში თავსდება, ხოლო კონდომი ჩვეულებრივად ერეგირებულ ასოზე თავსდება და არაერეგირებულზე ის არ უნდა წამოვაცვათ და ხვდებით ალბათ რატომაც და ჰაერი არ უნდა დაუტოვოთ თავში. ანუ ერთადერთი საშუალება, რომელიც ამ ინფექციებისგან გვიცავს. ასევე თუ არსებობს პრეპისა და პეპის პროგრამა, რომელიც HIV ინფექციებისგან გვიცავს სარისკო სექსუალური კონტაქტების დროს, თუმცა რა თქმა უნდა, ის არ დაგვიცავს არც, რა ვიცი, არასასრული ორსულობისგან და არც სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. ამისგან მხოლოდ გვიცავს კონდომი და ზოგადად არ არსებობს 100%-იანი კონტრაცეფცია, ანუ სწორი გამოყენების შემთხვევაშიც კი კონდომი მაგალითად არასასრული ორსულობისგან 99%-მდე გვიცავს ხოლმე. უსაფრთხო სექსი, რა თქმა უნდა, მოიცავს მის თავში ჰიგიენას, რა თქმა უნდა, მოიცავს კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, მოიცავს თანხმობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოიცავს კონდომის, ანუ ბარიერული კონტრაცეფციის გამოყენებას და სხვა კონტრაცეფცია შეგვიძლია დავიმატოთ, მაგალითად, არასასრული ორსულობის პრევენციისთვის და შეგვიძლია, ასე ვთქვათ, სწორად შევარჩიოთ ეს კონდომის ზომებიც მამაკაცების შემთხვევაში, რადგან შეიძლება გაიხეს და ესეც იყოს ხოლმე სარისკო უსაფრთხო სექსი, არის სექსუალური ჯანმრთელობის ნაწილი, ძალიან ასე ვთქვათ, მარტივია კულტურა, ძალიან ჩვეულებრივი. მის ნაწილს შეგვიძლია პაპილომაზეც ავიცრათ აუცილებლად, როგორც ბიჭებმა, ასევე გოგოებმა, იმიტომ რომ კონდომიც კი ვერ გვიცავს სამწუხაროდ მისი კიბოს გამომწვევი სახეობებისგან, ამიტომ პრევენციის კარგი საშუალებაა ხოლმე. ჩემ დაფაზე ეხა ჩანს კონტრაცეპტივების სახეობები, ბევრია ხო? თუმცა მაინც და მაინც საქართველოში არ ვართ განებირებული მათზე ინფორმაციით და ზოგიერთ სახეობა რაღაც წლებში შემოდია და ზოგიერთი აღარ შემოდის, თუმცა ჩვენთან როდესაც მოდიხართ ექიმებთან კონტრაცეფციაზე და ასე ვთქვათ და ორსულობის დაგეგმაზე, მაგალითად ორსულობა გეგმა 2 წელიწადში დაიხამია კონტრაცეფცია, ანუ ჩვენ მათ შორის ყველა შესახებ უნდა მოგეწოდოთ ექიმებმა ინფორმაცია და მე ერთად ანუ თქვენ ავარჩიოთ და თქვენ არჩიოთ საბოლოოდ კი რომელი კონტრაცეფცია გნებავთ, ჩვენ გითხრათ თქვენთვის რომელი არის უფრო ასე ვთქვათ ხელმისაწვდომი, რომელი არის უფრო მეტად სარისკო, რომელი არ გამოიწვევს თქვენ შემთხვევაში რისკებს და ასე ვთქვათ რომელი უფრო მოგეწონებათ. კონტრაცეფციის სხვა სახეობა არის, როგორც თქვით და ერთადერთი არის კონდომი, არ ვიცი, ასოს ჩუჩა და ქალის შემთხვევაში არ ვიცი რა უნდა უწოდოთ, თქვენ დაწერთ კომენტარებში ამაზე, რომელიც გვიცავს როგორც არასასრული ორსულობისგან, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, რომლებიც ძალიან ხშირად შეიძლება გქონდეს და საერთოდ არ ვლინდებოდა საერთოდ ბიჭებში, არც გოგოებში კიდევ ერთხელ რომ ვახსენოთ. ასევე არსებობს, ანუ ბარიერულ საშუალებებში შედის კონდომი, ასევე არსებობს ბარიერული საშუალება დიაფრაგმები, მაგალითად, ან კაფები, რომლებიც რადგან ნაკლებად ეფექტურია და ნაკლებად სანდოა, თითქმის აღარ გამოიყენება და ასევე არსებობს ჰორმონ შემცველი საშუალებები. ასევე არსებობს საშვილოსნოს შიდა საშუალებები, რომელიც საშვილოსნოში იდგმება და კი თინეიჯერებსაც შეუძლიათ მათი გამოყენება, ეგრეთ წოდებული სპირალი, ანუ intrauterine device, ანუ საშვილოსნოს შიდა საშუალება. ჩვენთან რატომღაც სპირალს ვეძახით, ესე დამკვიდრდა, თუმცა არ არის სამედიცინო სწორი ტერმინი ქართულში.
მისი სახელწოდება გვაქვს როგორც სპილენძშემცველი, ასევე ჰორმონშემცველი და მათი შერჩევა ხდება ხოლმე ინდივიდუალურად. ხო, მათი პლუსი არის ის, რომ მაგალითად დიდხანს გვიცავს არასასრული ორსულობისგან, თუმცა რა თქმა უნდა ინფექციებისგან არ გვიცავს. ასევე არსებობს აბები, ორკომპონენტიანი კომბინირებული ორალური კონტრაცეფცია, ანუ კოკები ეგრეთ წოდებული, არსებობს ერთკომპონენტიანი აბები, ასევე ჰორმონშემცველი და ასევე არსებობს ბუნებრივი მეთოდები, მაგალითად ლაქტაციური ამინორეის მეთოდი, ანუ მასაც გამოყენების თავის წესები აქვს, რა თქმა უნდა, ნაკლებად სანდო და დასაყრდნობია ხოლმე. მაგალითად, თუ ძუძუს ვაწავთ ბავშვს 6 თვე შეგვიძლია ძუძუ ვაწავთ ყოველ 3-4 საათიანი ინტერვალებით და აუცილებელია რომ დავიცვათ ეს წესი, ასევე მეორე წესი არის ის, რომ 6 თვე შეგვიძლია ამ მეთოდის გამოყენება და თუ რა თქმა უნდა, ანუ ამ ლაქტაციური ამინორეის ზოგადად წესებს სწორად არ ვიცავთ, მარტივად მოხდება დაორსულება ხოლმე. ასევე არსებობს სპერმიციდები, რომლებიც ადგილობრივად საშოში გამოიყენება და ასე ვთქვათ, სპერმის მემბრანას აზიანებს და ანადგურებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ანუ ამ ყველაფრის გარდა, ანუ ბუნებრივი საშუალებები ნაკლებად სანდოა ხოლმე, მაგალითად, თუ ოვულაციის დროს რაღაც გამოთვალით, როდის გვაქვს ოვულაცია, არ გვექნება სექსი, არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც იმ დროს გვაქვს ოვულაცია და სხვა დროს არ დავორსულდებით სხვა დღეებში, როცა გვექნება სექსი, რა თქმა უნდა. პოსტკოიტალური, ასევე შეწყვეტის მეთოდი, ან კოიტუსის შეწყვეტის მეთოდი, ან როცა გარეთ ხდება სპერმატოზოიდების დახრა, ესეც რა თქმა უნდა, არ არის ხოლმე სანდო მეთოდი და ამ დროსაც დგება ხოლმე ხშირად ორსულობა, რადგან პრეიაკულაციაში, ანუ სანამ სპერმა, ასე ვთქვათ, ეიაკულაცია ბოლომდე მოხდება სპერმის დახრა, იქაც შეიძლება იყოს სპერმა. ასევე არსებობს იმპლანტებიც კი, რომელიც კანქვეშ მხარზე იდგმება, სადღაც ჩვენთან ბაზარზე არის ხოლმე 3 წლიანი დაცვა ახასიათებს. მოკლედ, გვაქვს ჰორმონული საშუალებები, არაჰორმონული საშუალებები, ბარიერული საშუალებები, გვაქვს ბუნებრივი საშუალებები და არ ვიცი, ალბათ კიდე რაღაც იქნება გავრცელებული საშუალებები, რომელსაც ხშირად იხილავთ ხოლმე კომენტარებში, თუმცა რა თქმა უნდა, ნაკლებად სანდოა ხოლმე. კარგია და სასურველია თუ თქვენთვის ეფექტურ შეარჩევთ ექიმთან. ჩვენი სპირალების ჰორმონულის და სპილენძ შემცველის, ანუ ერთ შეიცავს ჰორმონს, მეორე შეიცავს სპილენძს, განსხვავებული თავისებურებები ახასიათებთ, ანუ მათი ზოგადად სპირალის უპირატესობა არის, რომ ყიდულობ ერთხელ და გაქვს დიდხანს. ან თუ ეს სპილენძის სპირალის შემთხვევაში მაგალითად 10 წელიც კი თუ არ გეგმევთ ორსულობა, შეგვიძლია გამოვიყენოთ თავდაცვის მიზნით. ანუ სპირალებს როგორც კი ნებისმიერ სახეობის სპირალს ამოვიღებთ, ეგრევე ჩვეულებრივად შეგვიძლია დავგეგმოთ ორსულობა და ძალიან მარტივია. რაც შეეხება ჰორმონშემცველ სპირალებს, ისინი გააჩნია ხოლმე ბრენდს და გააჩნია რამდენი ხანი გვიან თავდაცვა, ზოგიერთი 3 წლიანია, ზოგიერთი 5 წლიანია, ზოგიერთი 4 წლიანია და ასე შემდეგ. ანუ გააჩნია ასევე რა მიზნით გვინდა ხოლმე სპირალის გამოყენება. სპილენძის სპირალის შემთხვევაში უბრალოდ მინუსი ის არის ხოლმე, რომ შესაძლებელია, რომ პირველი 3 თვე menstruatsiya ოდნავ უფრო ჭარბი გაგვიხდეს, საკვარცხლების ქაჩვის და წიწკნის შეგრძნება შეიძლება გქონდეს. ხო, მათ ჩათმა უმტკივნეულოა, ეს გაუცაძლესი არ არის ხოლმე. ხოლო ჰორმონული შემთხვევაში, ჰორმონული სპილენძის განსხვავებით, პირიქით უფრო შეგუნცირდება ხოლმე menstrualური ციკლი და ეს ხშირად ჰორმონშემცველი სპირალი გამოიყენება სამკურნალოდაც კი, ანუ მაგალითად ჭარბი menstrualuri, მტკივნეული menstrualuri, ასე ვთქვათ, სისხლდენის დროს და ასე შემდეგ. ანუ ამიტომაც ინდივიდუალურად უნდა მოხდეს მათი პაციენტისთვის შერჩევა. Menstrualuri ციკლის ტრეკინგის ასე ვთქვათ მნიშვნელობა უკვე გითხარით წინა ვიდეოებშიც და აქაც ვიტყვი და ჩემ ვიდეოებშიც გაუბნებით ხოლმე, რატომ მნიშვნელოვანია ბოლო 6 თვის სურათი გქონდეს. ახლავე გადმოწერით აპლიკაცია თუ არ გაქვთ ნებისმიერი, არ ვიცი, iPhone-ს თავისი ეგონი და არსებობს სხვა მრავალი აპლიკაცია. ზოგიერთი უფრო მეტნაკლებად უფრო სანდოა ხოლმე, ვიდრე სხვა აპლიკაციების შეფასებებს დააკვირდით და ასე შემდეგ. ასევე
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რა ვიცი, ანუ წყვილი თუ გაგმოს ორსულობას, ვიცოდეთ, რომ ძალიან მარტივად თქვენთან შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგალითად, ბაზალური ტემპერატურის გაზომვით, რომელთაც გაიგებთ, ანუ მენსტრუალური ციკლი თუ 28 დღეებია, ყოველ დღე საწოლიდან ადგომამდე გაიზომოთ ტემპერატურა, ჩაიწეროთ და ნახოთ თუ ორფაზიანია მენსტრუალური ციკლი, ან ტემპერატურა ჯერ თუ დაბალია და მერე მაღალი, ანუ იმატებს კვერცხუჯრედის, ასე ვთქვათ, გაზგტომის შემდეგ, ანუ ყვითელი სხეულის ფაზაში ნიშნავს, რომ მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის განმავლობაში ოვულაცია ხდება, ანუ ჩვენთვის მთავარია ოვულაცია ორსულობის დაგეგმვისთვის. ასევე ოვულაციის ტესტები შეგიძლიათ დილაობით, სადღაც ციკლის შუაში გაიკეთოთ ხოლმე, მაგალითად 28 დღიანი თუა ციკლი, მე-12, მე-13, მე-14 დღეს, მე-15 დღეს და ნახოთ, ანუ ეს ოვულაციის ტესტი, რამდენად ასე ვთქვათ, არის ხოლმე დადებითი, ან ზოგადად ოვულაციამდე რამდენიმე ათეული საათით ადრე ხდება ჰორმონ მალუთეინიზირებელი ჰორმონ, ანუ LH-ის პიკი, ანუ პიკური მატება, მანამდე უნდა მოხდეს ესტროგენის მატება, ფოლიკულიდან გამომუშავებული, რის შედეგადაც საბოლოო მომწიფება და გასკდომა ხდება ამ კვერცხუჯრედის, ანუ ოვულაცია. ასევე ზოგადად თუ ხართ 35 წლამდე და გააქვთ 1 წელი დაუცველი სქესობრივი კონტაქტები, როგორც წყვილების უმეტესობაში, ამ დროს ჩვეულებრივად 1 წლის მანძილზე უნდა დადგეს ხოლმე საშუალო სტატისტიკურად ორსულობა. თუმცა ეს თუ ესე არ ხდება, შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივად ექიმს მიმართოთ და თუ კი დადგება მანამდე ორსულობა, ჩვეულებრივად ასევე ორსულობის აღრიცხვაზე დადგეთ და ძალიან მარტივია ესეც. თუ თქვენ თვითონ ვერ ახერხებთ ასე ვთქვათ, ფოლიკულების და ოვულაციის ტრეკინგს, ანუ გარკვეულს როდის გაქვთ, იმიტომ რომ შეიძლება კიდევ ერთხელ გეუბნოთ აპლიკაცია გატყუებდეთ და რაღაც თქვენ უფრო დიდი ციკლი გქონდეთ და რაღაც გვიან ხდებოდეს, ან მოკლე ციკლი გქონდეთ და უფრო ადრე ხდებოდეს, ან საერთოდ არ ითვალისწინებდეს თქვენი ოვულაცია ამ ყველაფერს და როცა უნდა მაშინ ხდებოდეს, ეგეთ რაღაცებს მომხდარა. ხო, ამ შემთხვევაში ფოლიკულომეტრი არსებობს, ანუ ეკოსკოპია, რითიც გავიგებთ, ხდება თუ არ საერთოდ ოვულაცია და შევაფასებთ ექიმები ამ ყველაფერს. თუ 35 წელს ზემოთ ხართ უკვე ეს დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან დრო 6 თვემდე იკლებს, რადგან ჩვენ ვიბადებით ჩვენი კვერცხუჯრედების მარაგით, არის ლიმიტირებული მათი რაოდენობა და რა თქმა უნდა, ასაკის მატებასთან ერთად მათი ხარისხი და რაოდენობაც ცირდება. ანუ ორსულობის დადგომის, ასე ვთქვათ, საშუალებები და რისკებიც ცირდება სამწუხაროდ. ამიტომ ყოველთვის მოდით თქვენი აპლიკაციებით, თქვენი მენსტრუაციის, ასე ვთქვათ, კალენდრებით, რომლებსაც ჩვენ გვაჩვენებთ. ყველა კვლევა გვაჩვენებს, რომ ზოგადად ადამიანებს უკეთესი სექსი აქვს, ანუ ისინი უფრო კმაყოფილები არიან მათი სექსის ხარისხით და უფრო ნასიამოვნები, როცა მათ პარტნიორებთან აქვთ კომუნიკაცია და ეს უფრო მეტად ჩვენაირ ქვეყნებში უჭერთ ხოლმე, სადაც არ არსებობს ამის კულტურა, თუმცა ეს უნდა ვიცოდეთ, ანუ ნებისმიერ სექსუალური პირველი აქტივობა იქნება ეს მეორე თუ მეოცე, დაგეგმავდა სასურველია კიდევ ერთხელ, რომ განვიხილოთ ეს სექსუალური აქტივობები. ახალი სექსუალური აქტივობის ცდა გვინდა, განვიხილოთ. ასევე ამ სექსუალური ჯანმრთელობის და კომუნიკაციის ნაწილია თანხმობა, თანხმობის მიცემა, თანხმობის უკან, ასე ვთქვათ, გამოთხოვა პროცესში და ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია და ნორმალურია და არ ტეხავს კონტრაცეფციის განხილვა. ანუ მაგალითად, გეგმავთ პირველ სექსუალურ კონტაქტს, უნდა ვიცოდეთ, რომ შეგვიძლია ჩვენ პარტნიორთან ვისაუბროთ კონტრაცეფციის სახეობებზე, რომლებს გამოვიყენებთ, რომელი უფრო ეფექტური იქნება, საკმარისი ინფო თუ არ გაქვთ, მოხვიდეთ, ანუ ვიდეოს უყურეთ, მაგალითად, კონდომი ძალიან მარტივი გამოსაყენებელია, ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ, არის ბარიერული კონტრაცეფცია და გვიცავს უგუგუტო ინფექციებისგან, როგორც ვიცით, და გვიცავს არასასრული ორსულობისგან. ხო, ამიტომ რა ვიცი, ანუ ნუ რავინ შემეკამენთებით ზოგადად იმაზე, რომ რაღაც სხვა ბუნებრივი მეთოდები დაგიცავთ, მაგალითად ეიაკულაციამდე დროზე ადრე საშოდან პენისის გამოღება და ამ შემდეგ, იმიტომ რომ ანუ არ არის ხოლმე ისედაც კონტრაცეფციული საშუალებები, რაც მეცნიერებმა ამდენი იმუშავეს, ისედაც არის ხოლმე 100%-იანი წესების დაცვით თუ გამოვიყენებთ, ისედაც მცირდება ხოლმე მათი ეფექტურობის პროცენტულობა უკვე და
შესაბამისად, ანუ ბუნებრივი მეთოდებით, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე ეფექტურობით გამოირჩევა. ერთხელ გაგვიმართლა, არნიშნავს, რომ ყოველთვის გაგვიმართლებს. ამიტომ ისაუბრეთ თქვენს პარტნიორთან, პირველად გქონდეთ მასთან სექსი თუ მე რამდენი და რა აქვს მნიშვნელობა კონტრაცეფციის სახეობებზე და თუ რაიმე ხანგრძლივი ან რაღაც კონკრეტული შერჩევა გსურთ, კი ბატონო, შევარჩიოთ ერთად. როგორც იცით, ზოგადად ინტერნეტის სავსეა არასწორი ინფორმაციით, ბევრი მითებით, განსაკუთრებით კონტრაცეფციაზე და ალბათ აცრების მერე კონტრაცეფციაზე ყველაზე მეტი მითი ხდება ჰორმონოფობია მაგალითად, რა ვიცი, როგორც ვიცით, ინსულინის ჰორმონია და უამრავი ადამიანის დიაბეტით დაავადებული ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ხო? და კიდევ უამრავი ჰორმონი არსებობს, რომელიც ვიცით და რომელსაც არ გვეშინია. სამწუხაროდ ჩვენთან არ გვაქვს სექსუალური განათლება, ცნობიერებაც არ გვაქვს ამოღლებული და უნდა ავიმოღოთ ამ ყველაფრის შესახებ და აი ჩვენს დაფაზე გვაქვს ეს ყველა კონტრაცეფციული სახეობა, რაც ვახსენე, რაც არ მიხსენებია, რაც არსებობს ზოგადად და შეიძლება ასე ვთქვათ მომავალში კიდე ახალი საშუალებები გქონდეს და ანუ ეს ყველაფერი შევაჯამოთ, უნდა ვთქვათ ის, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია პარტნიორთან, მნიშვნელოვანია თანხმობა, მათ შორის თანხმობა კონტრაცეფციაზე, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ პარტნიორს უნდადეს რომ არ გამოვიყენოთ კონდომი, მაგრამ ჩვენ გვინდოდეს რომ გამოიყენოს კონდომი, ან ჩვენ პარტნიორს რაღაც გვაძალებდეს რომ გამოვიყენოთ სპირალი ან აბები, ჩვენ არ გვინდოდეს და ამჟამად ამიტომ უნდა შევთანხმდეთ კონტრაცეფციული საშუალებების, ასე ვთქვათ, სახეობაზეც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია, რომ შევაჯამოთ. და რა თქმა უნდა, თუ გაკვეთილს არ ჩამოვარებთ, სემესტრის ბოლოს მე გავიცინებ და საშემოდგომას გამოგაყოლებთ ბოლოში. ინტერნეტში ბევრი ცრუ ინფორმაცია განსაკუთრებით ქართულად, ამიტომ ამ ხრივ მგონია რომ Girlswave, მათი საიტი, მათი გვერდები მაქსიმალურად დაგეხმარებიან კონტრაცეფციაზე, მაქსიმალურად სანდო ინფორმაციის მიღებაში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩემი ვიდეოები, ასევე თუ მაგალითად ინგლისური იცით, გამოიყენოთ CDC-ის საიტი, ანუ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტი, სადაც უამრავი სანდო ინფორმაცია დევს ამის შესახებ, კონტრაცეფციული საშუალებების შესახებ, როგორ გვიცავს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ყველაფერს ლინკებში დავდებთ აღწერაში. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ორგანიზაციის საიტები, რომელიც გვაწვდის ამ ინფორმაციას ქართულად, ინგლისურად, მაგალითად გინეკოლოგიაში ესეთი ასოციაცია არის, რომელიც სანდოა და სანდოწყაროა, მაგალითად ACOG, არის კიდე მაგალითად ევროპის კონტრაცეფციის ასოციაციები და ასე შემდეგ. ანუ თუ გაქვთ კომენტარები, დაგვიკომენტარეთ, თუ გაქვთ შეკითხვები, ასევე დაგვიკომენტარეთ და დაგვიწერეთ ქვემოთ კომენტარების სახით და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ინდივიდუალურად ამ უწურავად გიპასუხოთ. დროებით